პროცესი იყო დღეს ჩანიშნული საქალაქოში. Ცოტნე მოგესალმები, მადლობა თქვენი დროისთვის. რა შეგიძლია გითხრა ამ პროცესის შესახებ? რაიმე შედეგით, პროგნოზირებადი შედეგით ასრულდა თუ არა? ჯერ ამაზე მოგიყევი და შემდეგ სხვა კითხვას დაგისვამთ. გადაწყვეტილება 21 მარტს მეტყვიან, იქამდე რაც შემიძლია პროცესზე თქვა. რისი მოლოდინიც ჰქონდა და რაც არის მთელი ტრაგედია და სამწუხაროა ჩემს წინააღმდეგ ადამიანმა მიჩნდა ჩვენება რაც სისხლის სამართლის დანაშაულია იმისათვის რომ მე ადმინისტრაციული ჯარიმა გამომიწერო. წარმოიდგინე ადმინისტრაციულად დამნაშავის გამოსაცხადებლად სამართალ დამცავმა სისხლის სამართლის დანაშაული ჩაიდინა. პროცესი დამთავრდა და დამნაშავე დაემატა ქვეყანას პოლიციის სახით და ეს იმ ადამიანის სახით, ახალგაზრდა ბიჭის სახით, რომელმაც რომ ცემდნენ იქ გადამარჩინა და იმან მიშველა სინამდვილეში და იმის მხოლოდ მადლიერი ვიყავი მთელი დღის განმავლობაში და იქაც რომ საუბრობდით დავემშვიდობე უთხარი რომ მაგას მე არ დაუკარგავდი და ვისაუბრობდი დღეს ჩემი თვალით უყურებდი ადამიანს რომ სისტემამ რომ აიძულა რომ ჩემს წინააღმდეგ ელაპარაკა ტყუილები და დანაშაული ჩაედინა. ანუ ეს ადამიანი იყო დღეს სწორედ მოწმე სისტემა აფუჭებს. ცოტნე ეს ადამიანი იყო დღეს სწორედ ბრალდების მოწმე თქვენ საქმეში. კი, ანუ ჩემს დამკავებლად ვიც გაფორდა ის ადამიანი გაფორდა, მე ვის მაგათ გამომტყავა და ჩამსვა მანქანაში და მომხედა, მე ფორმალურად ის გაფორდა დამკავებლად და მე გამოვიდა და მოყვა რომ მე შეურაცხყოფებს ვაყენებდი და წინააღმდეგობას უწევდი და ძალიან უცნაურია წინააღმდეგობა გაუწია ადამიანს მას, ვინც გეხმარება და შეურაცხყოფა ვიმეყენდა მისთვის, ვინც მე მეხმარებოდა პირიქით მადლობის და არ მithქვას, მაგრამ თქვა ეს ტყუილი ეს ვიცოდით მაშინათო როცა კი გამომიშვა და უთხარ რომ სასამართლოში მოხვალ და მოგიწევს ჩემს წინააღმდეგ ამის თქმა და რავი კი გვეღიმებოდა, მაგრამ ხა ჯამში ხლა ამ წამს რომ ამას უყურე არ მეღიმება სამწუხარო ამბავია. ეგეთ ქვეყანაში, ეგეთ წესრიგში ცხოვრება. ცოტნე ზოგადად რისი თქმა შეგიძლია, რა პროცესს ვუყურებთ ახლა ჩვენ საუბრობდით სტუმრებთან ამ გადატვირთული სისტემის შესახებ, რეალურად რთულია ამ პროცესების ჩატარება მასობრივი დაჯარიმების და შემდეგ გასაჩივრების ფონზე და ამიტომ გაზრდილ სამთვიან ვადაზეა კონკრეტულად საუბარი. ასევე იქამდე ვასო ფხაკაძე იყო ჩვენი სტუმარი, საუბრობდა მასზე განხორციელებულ მუქარასა და დაშინებაზე. აი როგორ ფიქრობ რა რეალურად რა ტიპის სისტემას იღებს საზოგადოება დროის გასვლასთან ერთად. იმიტომ რომ როგორც ჩანს სისტემას უწევს რაღაც ახალ-ახალი მეთოდების მოფიქრება, ხო, ამ პროცესში და ასევე მას ხვდება წინააღმდეგობაც ამ პროცესში. აი რა უნდა იყოს ეს წინააღმდეგობა? როცა ხედავს ხოლმე ხელისუფლება რომ დიდი მასშტაბური აქციები იკლეს, მე გადადის, ესე ზელვადია რაღაც რეჟიმზე, სადაც გავიწროვეთ და არ არის მარტივი ამბავი, ამდენი ჯარიმები და ამდენი წვეხი რაც არსებობს, ძალიან რთული ამბავია და ძალიან ბევრი გვაქვს საფიქრალი, როგორ უნდა დავეხმარო და უშუალოდ ამდენ ადამიანს, მათ შორის ბევრი ადამიანი ციხეში ზის და ეს ყველას ტვირთი არის. ასე ხდება, როცა დიდ ტალღას გადავივლით ხოლმე და როცა მალევე სწრაფად გამარჯვებებს თუ არ მივახერხებთ ხოლმე მე უფრო მეტად რთულდება, რაც უფრო მეტად დრო იწერება. ამიტომ თავარი არის რომ რაღაცნაირად მოვახერხოთ რომ ის მასშტაბური ტიპის აქციები, მასშტაბური ტიპის წნეხი გაიზარდოს, რომ ვერ მოახერხო ხოლმე, მაგრამ როგორც კი დრო გამოუთავისუფლდებათ, ასე იწყებენ ქცევას. სამწუხარო ამბავია და ალბათ ყველა ამაზე უნდა ვფიქრობდეთ, რომ როგორ უნდა მოვახერხოთ ამ სიტუაციიდან მაქსიმალურად დაუზიანებლად გამოსვლა. ძალიან ბევრი ადამიანია უკვე ჩართული მასშტაბს აქვს უკვე ძალიან დიდი მნიშვნელობა რომ თითოეული ადამიანის ოჯახს უკვე ვეღარ ნახავს, სადაც რაიმე ფორმით ხელისუფლებას ის გაძერალებული არ ყავს. 5000 ლარები პატარა ამბავი ბევრი ადამიანს არ არის, ხო, ერთი წლის ამის საშუალო ხელფასია ბევრისთვის. აქედან გამომდინარე, თუ ამბავში ვართ, უბრალოდ რო გესმოდეს, ესე ხდება, როცა სწრაფად პასუხს ვერ აგებინებ ხელისუფლებას და დროში გაწევის რეჟიმს იღებს საპროტესტო აქციები. გასაგებია, ერთი კითხვა ცოტნე ასევე მინდა დაგისვა ნარკოპოლიტიკის შესახებ. ადამიანის უფლებათა კომიტეტმა, როგორც ცნობილია, ამ კანონპროექტს პირველი მოსმენით დაუჭირა მხარი. თქვენი პოლიტიკური ჯგუფის პოზიცია რა არის კონკრეტულად ამ საკითხთან დაკავშირებით? როგორ შეგიძლიათ შეაფასოთ ეს ინიციატივა, რომელიც ეკუთვნის ქართულ ოცნებას?
მე პირველ რიგში ვისაუბროთ ჩემი თავის სახელიდან, გირჩის სახელიდან, ხა ნარკოპოლიტიკა გესმით, რომ ხა გირჩისთვის ბევრად ფუნდამენტური საკითხია ხო ვიდრე შეიძლება სხვა პარტიებისთვის, იმიტომ რომ ჩვენ ამაზე წლებით ნამუშევარი ნაფიქრი გვაქვს და გვესმის სულის მასშტაბი და პრობლემა, როცა ადამიანებს დამნაშავეებად გამოაცხადებენ და მას მერე პოლიცია როგორ ეპყრობა და პოლიცია როგორ დააზრებს და აწამებს უამრავ ოჯახს. მერე ამით დაიჭერენ და შანტაჟის ქვეშ ყავთ ეს ადამიანები და მერე არჩევნების წინ გამოსაშვება და შანტაჟებენ და ადამიანის თავისუფლებით ვაჭრობენ, რომ მერე ხმები მოუზიდო. გადაივლის არჩევნები, მერე დაჭერები. კონკრეტულ პროგრამაში მყოფ პირებზე აკეთებთ აქცენტს ამ შემთხვევაში ცოტნე? ყველაზე ნარკოპოლიტიკას იყენებენ ყველა ადამიანის წინააღმდეგ. რავი, ჩაგიდებენ, რავი, თუ გინდა რავი მიკროდოზებს და გეტყვი რომ გამსაგებელი ხარ, რავი, რამეს ახსნი, იმეს რამეს დაარწმუნებ თუ რა, ხო? მე აქედან გამომდინარე, ერთი რომ დაგიჭერენ და ამ მექანიზმს ამისთვის იყენებენ, რომ მე ეს არჩევნო ჩენით ივაჭრონ, ამიტომ გამოშვებებს ნახავთ ხოლმე არჩევნების წინაფრებში და დაჭერებს მე არჩევნებიდან აგერ წლის თავზე და ნახევარი წლის თავზე ესე ხდება. და მეორეს მხრივ, ზოგადად ეს პროფესია რაც უფრო მეტად ჩადის მიწის ქვეშ, უფრო და მეტ შაულის სახეს იღებს, მე უფრო მეტად იწყებს ეს ხალხი ხელისუფლებასთან დალაგებას, მე ფულის შოვნას იწყებენ აქედან გამომდინარე და რასაც სიტყვა შეგიძლიათ ბარიგას ეძახიან, მე ყველაზე დიდი ბარიგები ხელისუფლებასთან ყოფი ადამიანები არიან. იმიტომ რომ მე შენ გაცხადებენ დამნაშავე რო ხარ, ვაგნერ დამნაშავე ობა რაღაცნაირად გქონდეს, ამიტომ დალაგდე ხელისუფლებასთან და ესეთ მავნე სახეს ვიღებთ. არის რაღაცა ზოგი სამწუხარო ჩვენს ყველაში კიდე პოპულისტური ნაბიჯი ამ რაღაცების საუბარი და მათ შორისაა ბევრ პარტიასაც ნახავ შუა ბევრ ოპოზიციონერს ამაზე საუბარი უხერხულებოდეს, იმიტომ რომ რაღაც აგდებდეს ეს პრობლემა კვლევებში და ის მოგვარების გზა საკუთარ მე გამრუდებულებ მე დავიჭიროთ გავამკაცროთ. ჯერ მეტი რაღა უნდა გაამკაცრო ხოლმე ვეღარ ხვდები, ვარ სიკვდილი დაჟეს მინდა დაუმატებ კიდე ამ ადამიანებს, თორე რა ყველა წელს ერთი და იგივე დაპირება რომ გავამკაცროთ და ვინმე რამე კარგი შედეგი ნახა ამით საზოგადოებაში, ვინმე თავს უფრო ჯამთელად გზნობს დღეს. ხო, ვერც ეს პრობლემა ვერ გვარდება და სინამდვილეში ადამიანები ემატება ხელისუფლებისთვის, უბრალოდ სავაჭროდ. ადამიანის თავისუფლებები და სიცოცხლები ილახება ვითომ ვიღაცაზე ზრუნვის მოტივით. სახელმწიფო ყოველთვის ზრუნვის მოტივით იწყებს მერე შენზე ძალადობას და რაღაცნაირად მასშტაბებს იკრებს. კი ბატონო და ერთი კითხვა თორნი ცოტნე ბოდიში რაზეც მინდა რომ დაგისვათ საკითხი რაზეც მინდა რომ დაგისვათ კითხვა ეს არის 31 მარტი საპროტესტო აქცია და ერთობა რომელიც არის დაანონსებული სწორედ მეხუთე პრეზიდენტ ზურაბიშვილის ირგვლივ. ყველა აქტორი საუბრობს კოორდინაციის მნიშვნელობაზე ამ პროცესში. აი რა არის თქვენი პოლიტიკური ჯგუფის თქვენი მთავარი ასე ვთქვათ შეთავაზება იმ მიზნამდე მისასვლელ გზაზე რომელიც არის ახალი არჩევნები, ხო ეს დრო იწურება, ახლოვდება 31 მარტი, პროცესის მიმართ არსებობს კითხვები და არის ასეთი ანონსი, რომ აი ყველა კითხვაზე იქნება პასუხი სწორედ იმ დღეს და იმ დღის შემდეგ, როდესაც ჩვენ ვნახავთ ამ ერთობას პრეზიდენტ ზურაბიშვილის ირგვლივ. მე ბევრი განცხადებები გავაკეთე უკვე სალომეს როლს გამართებაში, მათ შორის განახსე დავიწყე პირველი კომენტირებები და ამ საკითხს აღარ დაუბრუნდები. ჩემთვის ზოგადად მნიშვნელოვანია დიდი აქციები ყოველთვის. ვინც არ უნდა იყოს მისი დამგეგმავი, რაც არ უნდა პროცესიც იყო, მე ყოველთვის მინდა რომ ბევრი ადამიანი იყოს ჩართული, ერთმანეთი დავინახოთ რომ ისო ბევრი ვართ, ეს გაგვამხნევს. ამიტომ თავარი მიზანი ჩემის ის არის, რომ რა მეგობარი მეყოლება, ახლობელი მეყოლება, ეს გადავსე რომ აქციაზე ყოფნას, დიდ აქციაზე ყოველთვის აქვს ძალიან დიდი აზრი ერთმანეთის დანახვას და გამხნევებას მაინც ყოველ შემთხვევაში. აქედან გამომდინარე არ მინდა რომ ხამ პროცესში ბევრი რაღაცები ვაკეთებულიყო, ჩემი საქმე უკვე თქვი მე როგორ წარმოვიდგენია რა მოგინები მაქვს იმასთან მიმართებაში რომ სალომე ზურაბიშვილის ლიდერობის რაღაც ერთობა იქნება, მე ძალიან დიდი სკეპტიციზმით ვარ ამისათვის განწყობილი და მე ჩემ პოზიციას შემდეგ მე ამას დავაფიქსირებ, მაგრამ დღეს ახლა და ამ წამს მინდა კაფეოდ განვცხადო რომ რაც უფრო მეტი ადამიანი იქნება 31-ში აქციაზე, ეს იქნება უკეთესი პირველ რიგში ჩვენთვის. ვინმე სხვისთვის კი არა, ყველა ეს ადამიანი ამ პროცესში დაზარალდა, ამ პროცესში არის ჩართული, ვინცაც სიხირა საკიდად უყურებს. ისე რომ ბევრი ვართ ერთმანეთის გამხნევებისთვის, როგორც მინიმუმ ეს ძალიან გვჭირდება და ეს არის ჩემი ერთადერთი მიზანი. ამიტომ რაღაცნაირად კომენტირება სხვა კუთხით ახლა რასთან სკეპტიციზმი მაქვს, აღარ დაუბრუნდები, ბევრი ვისაუბრე იდეაში თქვენი ტელეეთერის დახმარებით. მადლობა ცოტნე, დაგემშვიდობებით, ცოტნე კობერიძე საუბრობდა დღის ამბების პირდაპირ ეთერში და კიდევ ერთი